2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება. ამასთან დაკავშირებით დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბერლინში საქართველოს საელჩოში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მესვეურები, ასევე გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები. დოკუმენტის თანახმად გერმანიაში ქართული კულტურის პოპულარიზაცია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეს იქნება მე-40 წელი, რაც არსებობს საპატიო სტუმრის სტატუსი ამ უძველეს ბაზრობაზე და მთელი ეს წელი დაეთმობა საქართველოს. წიგნის პოპულარიზაცია და არა მარტო წიგნის, მიიღებენ მონაწილეობა ჩვენი ანსამბლები, ორკესტრები, თეატრები, მუსიკალური სხვადასხვა გაერთიანებები და გარდა ამისა წარმოჩენილი იქნება მთელი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი თანხლებით იქნება ქართული კულინარიის, ქართული ღვინის, ჩვენი ტრადიციების და მთელი გერმანია ფაქტობრივად გაიჟღინთება ინფორმაციით საქართველოს. კონტრაქტზე ხელის მოწერა არის საქართველოსა და გერმანიის კულტურული თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე დაწყებულია ქართული წიგნების გერმანულ ენაზე თარგმნა. 2018 წელს ჩვენ მოვიცავთ ქართული კულტურის ყველა ასპექტს: კინოს, თეატრს, არქიტექტურას, ცეკვას, მუსიკას, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ ყოველთვის ლიტერატურული ქოლგის ქვეშ ვაერთიანებთ.